ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა. ვერცხლის მოყვარეობა რომ განვაზოგოთ, ეს არის მომხოჭელობა. ძალაუფლების სიყვარული, ფუფუნების სიყვარული. აი ეს ორი რამ. და ვინც ამ ვნებას აყვარ, წმენას განუდგა. თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. ეს საღვთო კანონია, რომელიც ბუნებაშიც ფესვგადგმულია. როცა ადამიანი აი ძალაუფლების სიყვარული და ფუფუნების სიყვარულით შეპყრობილი, აუცილებლად განსასწელები მოდის და ნახეთ როგორ არის, ვინც ამ ვნებას აყვარ, წმენას განუდგა. ანუ ადამიანს ერთდროულად შეუძლია იყოს თან გარეგნულად რელიგიური ქრისტიანი, თან მომხოჭელობის სენით შეპყრობილი. განსაკუთრებულად ეს გვემუქრება ჩვენ და შესაბამისად ჩვენ თავზეც მოდის განსასწელი და მთელს ეკლესიაზეც. შენ კი ღვთისკაცო ერიდე ამას და მისძიეს სიმართლეს, ღვთისმსახურებას და რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს. ანუ აქ ლაპარაკი არის, რომ ჩვენ როგორც ქრისტიანებს ქრისტეს თვისებები უნდა გქონდეს, ქრისტეს თვისებებით უნდა აღვიჭუროთ და ქრისტეს მივემსგავსოთ.